მოვედი დავიწყე ახლა მე უკვე საჭმის მომზადება თორე და მაგვიანდება. აქ არის თევზი გოგოებო. ეს არის თევზი. უმალი. დამარილებული ქაშაყი. სიეწერია. ეს თევზი არის გასაკეთებელი, მინდა რომ გამოვაცალოთ ხა, რა თქმა უნდა, დავჭრა. ჩემი როგორ აკეთებდა ხოლმე მე მგონი ცოტა ძმა არის რაღაცები, მაგრამ მე არა ჩვეულებრივ მინდა დავჭრა, მარტო გამოვაცალო ხა და დავჭრა და კარტოფილი რა თქმა უნდა ხო იცით როგორ უხდება და კარტოფილს ვქვნი ახლა მოვხარშავ, აქ მაქვს ფილე უნდა შევწვა. რაღაცნაირად ცოტა თითქოს ის არის რა ქვია, ჯერა მან შემოვაღო, ვერ გავედი გარეთ დღეს და თითქოს ისა რაც ჰაერი მაკლია თუ რა არის არ ვიცი რა. აი რომ ეშვები მოითენთები სავით ეგრე ვარ, მაგრამ საჭმელს ხა უცილებელი გასაკეთებელი რაც არის, უნდა გააკეთო ხო? აჯერა გავაღე, ახლა შემოვიდეს ცოტა ჰაერი და გამოვკეთდები. მოვალ ხალისზე. ვნერვიულობ რა ბავშვებზე და მაგით. ნიკას აბა ახლა ნიკა და ძილი დაეძინა. მათი უკვე გამოვკეთდა. რავი, კარგად არის თამაშობს რაღაცეებს. ცოტა ჩამოსდის ცხვირიდან დაახველებს, მაგრამ ეგ გაივლის. ხასიათზე არის საჭმეს ჭამშულებრივად კარგად არის, რა ვიცი. სიცხე არ აქვს, არც ქონია და არც აქვს. არც მისცა რა, ახლა დაიფაროს. ნუ იოლად გადაგვაქვს, მაგრამ მაინც ძალიან რთული არის. აი ეგ არის რთული, რომ ცუდად რო არიან მე ვიწყენ. ვნერვიულობ. არ ვიმჩნევ, მაგრამ მაინც და გულზე მაქვს მოხვეული რაღაც. კარტოფილი ვიყიდე, მიცით რამდენი? 6 კილომდე იყო რა და ვიყიდე როდის 5 შაბათს, პარასკევი, შაბათი, კვირა. ეს არის 6 კილომდე იყო. ნუ 10 კილო მინდა ალბათ კვირაში. არა ზუსტად არ იყო 6 კილო. 6 კი არ იყო. 10 კილო მინდა კვირაში. კარტოფილი. უნდა გამოვთვალო ახლა. და კვირაში ერთხელ უნდა ვიყიდო ხოლმე გოგოებო ყველაფერი. აი 10 კილო კარტოფილი, სტაფილო რამდენიც მიჭირდება. ვაშლი რაც მიჭირდება. კიდე რას ვყიდულობ ხოლმე ხახვი ახლა იმდენი ვიყიდე, რომ მგონი უნდა მეყოს მართლა ეგ-ერთი 10 დღე. ხო და გამოვთვალე ეს ყველაფერი და კვირაში ერთხელ წავიდე და ვიყიდე. არა უარ ვიგვინა. რას მინდა იცით მივაღწიო და მივაღწევ აუცილებლად ჯერ რისი საშუალებაც და მაქვს და როგორც მაქვს მაგითი მივაღწევ და მე უფრო და უფრო მეტიც მექნება საშუალებაც რომ საერთოდ აღარ ვიფიქრო. იმას მინდა მივაღწიო რომ ჯერ ხო საერთოდ მე არავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს და არავის ცხოვრებაში ჩარევა არ მიყვარს.
მაგრამ მაინც როცა ვიღაცა მეხება ხოლმე გოგოებო ხო მე პასუხს ვცემ ხოლმე მათ და იმას მინდა რაც შეიძლება მალე მივახციო რომ პასუხიც არ გავცე რაც შეიძლება მალე იმდენად კიდევ უფრო ძალიან დავყავდე ჩემი საქმით ჩემი ცხოვრებით იმდენად საინტერესო გახდეს კიდევ უფრო მეტად ჩემი ცხოვრება რომ პასუხიც არ გავცე ვინ რას ფიქრობს ჩემს აი ეგ ხო და ეს მალე იქნება მალე დადგება ეგ დრო ხო ეგ დრო ძალიან მალე დადგება აი ძალიან უკვე დადგა აი ეგ მინდა საერთოდ არავის არ ვიხები მე თუ ვინმე შემეხება მაგერას ვცემ ხოლმე რა პასუხს მაგრამ აი ეგეც არ მინდა ეგრეთი ამბები და კიდე რა დამემართა ესეთი რაღაცა ადამიანი რა ძალიან მაგრად გატკენს გულს რა შინაურზე არის უფრო აქ ლაპარაკი იმიტომ რომ შინაურისგან ხო ძალიან მაგრად გწყინს ის ვინც გიყვარს ხო უფრო ძალიან გწყინს მისგან ხო და მე რაღაცნაირად შორს იჭერ თავს და რატო იცი გეშინია რომ ისევ ეგრე არ გაგიკეთოს იმედად ძალიან გეტკინა რომ შიში გაქვს რა ადამიანს იმდენად ძალიან ცუდად მოგექცა რომ შიში გაქვს რომ იგივე არ განიცადო რა აიგეთი რაღაცა რა ვიცი ისინი უკვე ახლა დავდომე ეს პარტიებს მაინც მომიწევს გასვლა რამოდენობა გავიტანო ყოველ დღე აბსოლუტურად ყოველ დღე გამაქ არ ვაგროვებ მე ნაგავს ყოველ დღე რო გავდივარ მიმაქ დიხო პაუზე დრამას გავლეც ხო იცით რა ხმა აქაც საშინელი გამოირთო იმ წუთში ესეც გავრიცხებარენ გოგოებო იმიტომ რომ ისა რა ქვია მე კიდე აღარ ჩამერთო რა გავამცადე ეს შესაწყვეტი ეხა კარტოფილი დავჭრათ იცით როგორ არის თლიანებად მე ვარ ადამიანი რომელმაც ბავშვობიდან ვიცი რა მინდა ყოველთვის ვიცოდი თუნდაც წასაცმელი მე ხო სულ განსხვავებული სტილი მეცვა აი არ ვიცი რა უყვიდათ ხოლმე ჩემი ზოგებსაც რაღაცნაირად სხვანაირი უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ვიცოდი რა მინდოდა არავის არასოდეს არ ავუწევდი ჩაცმულობაში აი არასოდეს არა ხო იციან ხოლმე ბავშვებმა რა რაღაცნაირად მიბაძვები და ეგეთი რაღაცები არასოდეს არავის არ ბაძავდი არ მიმიბაზია გოგოებო ვიცოდი რა მინდოდა რანაირი მაიკა მინდოდა რანაირი ისეთი უცნაური ფეხსაცმელი ვიყიდე ერთხელ ფეხსაცმელი იყო მრგვალი ცხვირით და ძირი ქონდა ოთხკუთხედი აი არ ვიცი რატო ვიყიდე ეგ ფეხსაცმელი რატო მომეწონა და რა მაყიდინა ისეთი განსხვავებული იყო მაგიტო კი არ ვიყიდე რომ განსხვავებული იყო და მომეწონა და ვიყიდე რა ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა ხო და ეს რაზე მოვყვანეცი ეხაც ვიცი რა მინდა
ვიცი ჩემი ცხოვრება რითი უნდა შევივსო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მაქვს ფინანსები და რისი საშუალებაც მაქვს იმითი რა. ვიცი ეს. და გეტყვით, რითიც. გეტყვით. ორდღეში გეტყვით, რითი უნდა შევივსო ეს ჩემი რაღაცნაირი ისა. რაღაცა ძალიან კარგი ქმარი მყავს, კარგი ოჯახი მაქვს, კარგი მშობლები მყავს, კარგი ძმა, კარგი შვილები. რაღაცა ეს პრობლემა არ მაქვს, აი აქ ოჯახური. მაგრამ თითქოს რაღაც ვერ ვხარჯავ შინაგანად ჩემ ენერგიას. ენერგია რაც მაქვს, ვერ ვხარჯავ მაგას. და მე თითქოს რაღაცნაირად ცუდად მიბრუნდება ეგ უკან. აი, ხანდახან ვიწყენ მაგიტო ზუსტად რა. მიქი, ჩემ ოთახში შედიდები აქედან ხმა შეგაწუხებს. რა ვიკულები მუთმიმიფცი მისი ყვარულია, კარგად არის ჩვეულებრივად. ხო და ესე, გოგოებო, ვიცი, რაც მჭირდება. რა? ესეთი ამბები. ეხლა ამას ჩავა. დაგმიწვევი კი არა, მაგრამ ეხლა ამას როგორ მოუხდება იცი? აი ეს მორჩა. დავთქვათ. გითხრათ ეხლავე, რასაც ვფიქრობ, რაც შემავსებს, რის დაწყებაც მინდა, ეს არის ვარჯიში. აბონემენტი მინდა ავიღო დარბაზისა. და ვიარო დარბაზში გოგოებო. აი, ამიტომ მოვიდა ჩემთან. ამისი დრო მოვიდა. უნდა ავიღო აბონემენტი. იც რატო გითხარით? იმიტომ რომ ვაპირებ ხვალანზე. მაგას ხვალანზე გვაპირებ უკვე და იმიტომ. თორემ მე ვისწავლე უკვე სანამ ანუ არ გავაკეთებ ხოლმე იმას. რაც მინდა, რომ გავაკეთო, რასაც მინდა რომ მივაქციო, მანამდე არ ვამბობ. თუმცა ამას ვაპირებ ხვალანზე. ხო გავაკეთე და იმიტომ გითხარით. აუცილებლად უნდა დავიწყო ვარჯიში. აქვე არის გავიგე უკვე მივედი. ჩემთან არის ახლა. ნორმალური დარბაზია ახლა ისეთი არ არის ახლა. სუპერი, მაგრამ ნორმალური. და უნდა დავიწყო სიარული. მე ვიცი რომ ეს ჭირდება ძალიან ჭირდება. მათ ეს რო წავუყვან სკოლაში, აქვე აი დამნახო. დიდი სიარული, შორს არც მინდა, ვერ მოვახერხებ მე რა შორს სიარულს. სახში ცხონა მოვასწრო მე საქმე საჭმელი და მინდა რომ 1 საათი ვივარჯიშო. მე გამოვარ, მათ ეს რომ მივიყვან, წამოვარ სახლისკენ, მივარ დარბაზში, ვივარჯიშებ და მოვალ მე სახში, თუ მენდობება რამეს გამოვიყოლებ, ვიყიდი, წამოვიდებ და მოვალ
მოვარ და გავაკეთებ საჭმელს. რავი, რაც მექნება გასაკეთებელი. დილითაც ვეცდები ხოლმე, რომ დილითაც რაღაცა საქმეები გავაკეთო. მაგრამ დილით ხოლმე მჭირდება ხოლმე ვიდეოსთვის დრო და მე თუ რამე დრო დამრჩება ხოლმე, მათე მინდა რომ მოვამზადო ხოლმე რაღაცეებში, რა საღამოთი იმდენად დაგვრილი მოდის მათ სწორიდან, ვერაფერს ვერ სწავლობს და დილით ვცდილობ ხოლმე ვიდეოს ვიღებ და მე მათ ეს რაღაცეებში წავეხმარები ხოლმე რა, დიდად ეხლა რო თქვა, რომ თვითონ უფრო სწავლობს, მე რო ვთქვა, რომ ძალიან ვეხმარები და ვუზივარ არა, მაგრამ ასეებს მეკითხება ხოლმე დედა ეს როგორ უნდა, დედა ის როგორ შეიპასუხოს. ხო. აი მაგას ვაპირებ. მე მგონი, რომ ძალიან კაი გადაწყვეტილება ამაზე უკეთეს ამ ეტაპზე ჩემ სიტუაციაში ვერაფერს ვერ გავაკეთებ და მერეც მაქვს გეგმები იმდენი მაგოგოებო, იმდენი რომ რა ვიცი რა და მე თანდათან ყველაფერს გეტყვის თან რომ ამ ყველაფერს შევასრულებ მე ყველაფერს გეტყვის ვიზრდებით ყოველდღიურად და მე მიხარია რომ თქვენ ეს მოგწონთ მომხნევებთ და ჩემთან ერთად თქვენს გიძლევათ мотиваცია, მაგრამ мотиваცია ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ყველას გითხარით, როგორც დისციპლინა. мотиваცია მანიკადის. დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებისთვის. ამას ეს დავაფაროთ. ესე ეს გასარიცხია. აქეთ დავდოთ და ახლა თევზი, აი ეს არ მიყვარს, რა როგორ უნდა გავაკეთო რა. თევზის გაკეთება. აი, აღახანია მე თევზი არ გავიკეთებია და ეგრე ხები რომ გამომეცალოს და უნდა მოვახერხო ხო გამოვაცალოთ ხა და დავჭრათ წვრილად. იმედია ძალიან რთული ის არ იქნება ეგ გასაკეთებელი. ამას დოლებს დავაყრი. მარიის სიმწიფშე დავაყრი მე რაღაცნაირად იჩდება ხოლმე თუ რა მოდის არის. წვრილი მარილი მაქვს იმას დავაყრი ბოლოს და სუნილებს ეხაც დავაპაუზებ ცოტა ხანი გოგოებო რაც მაგჭურჭელი მაგავეცხო რომ კარანკა ჩავრთო. მოვჩ გავეცხ და ეხლა ამანახოთ ეს რავი რა მომოვივა. აი სამ აი როგორია ხეთ ესეთი თევზი. გურუნდა ცეკვიცი უნდა გავუკეთო ესე გავჭრა ამოვიღო აქედან ისისა ქვირითი ეს არ არის გადასაკვები საკჩავდოთ ესეც არ არის გადასაკვები დანარჩენი თავი და ის უნდა გადავყაროთ. თაბა უაზე გავჭრა. რატომ მომიჯარო? სწორება სიმინა გავჭრა.
იქინე ხევი დარჩა რომ ქვეყნისა შეგამოციას ზამოცა ყაი მიჩნი თანისტოს და თავის ვიცით მასილას მე ხერია სვი მის მას რა გასაგავასია რა ეს აია გასაგავასია Che vuoi fare che la mia luci? Non parlo più. Guarda che poco una voce mia. Non lo so. Non lo so. ეს თული საქმე იყო გოგოებო მე სამის გავაკეთე რა მიამას ვერ მოგუბრუნდებოდი უკან ნამდვილად ვერც 2 დღის მერე და ვერც 3 დღის მერე და მე მგონი რომ ესეც აღარ ვიყიდი მეორედ რა აღარ ვიყიდი ფილეს თევზისას ხოლმე ცოტა გვირი კი არის ხაი მაგრამ ეს რა დავიტანე ანა ვიცი როგორ უნდა და უადვილად შეიძლება მაგრამ რავი როგორ ადვილად აი ნახეთ სულ ცოტა ის მოვაყარე პაპრიკა და მოვაჭერი ხახვი მეტი არაფერი გოგოებო რა კარგად გავარჩი ახლა თუ ცოტა ოდნავ რამე შეყვა ჯამის დროსაც გამოვარჩი მეტი არაფერი ამას ჩემი აზრით ძმარი არ მინდა დავასქი ძმარი უკარგავს ხოლმე სულ იმას რა ქვია გემოს ეს ნიკას ფილეც უკვე მზად არის მაგრამ ნახეთ ტაფას როგორ წავს რა და აქ კიდე კარტოფილი იხარშება და ნუ ცოტა ხანი უნდა ამას კიდე დავაცდი ამას უბრალოდ მარილი და ზეთი გოგოებო მეტი არაფერი არ აქვს ამ კარტოფილს ეს ხო უკვე ნახეთ როგორ შევაზავე გამოვიდა პეპსი მოგვიტანა მე ჩაი უნდა დავლიე იქით ჩემი ჭიქა არის და ესეც თონის პური გავიტანე ხლა ამ ყველაფერს და ვისადილებთ ისადილებენ